როგორც მან აღნიშნა საქართველოში ყველა ესე ვთქვათ ორგანიზაციის ხამწვეს ორგანიზაციის აი ეს ორგანიზაციის გამარი არის ერთ-ერთი ბოლო რომელიც შეიძლება მოიპოვოს მან ესე ვთქვათ საქართველოში MMA-ის scoring this championship bout. Nico Brigvadze, Goran Marcia, and Becca Shainidze. Your timekeeper, Levan Makaradze. And when the siren sounds, your refereeing judge, Axel Van Kimendade. Introducing to you first, fighting out of the blue corner. He's 26 years old. He stands 176 centimeters tall, weighing 69.9 kilograms. Professional record, 7 victories and only 1 defeat. Ladies and gentlemen, representing one team, Cairo, Egypt, here is Youssef, the Golden Boy, Bakarha! And his opponent across the range, fighting out of the red corner. He's 25 years old. He stands 176 centimeters tall, weighing 69.8 kilograms. Professional record 10 victories and 4 losses. Ladies and gentlemen, representing Batumi Fight Academy from Batumi, Georgia, here is Ruslan Balkafase! ვაკომ მინდა ორი სიტყვა იუსუფ ბარაკაძეს ვთქვათ. იუსუფ ბარაკაც 7 მოგებიდან MMA-ში 5 აქვს ფინიში. ეს ბიჭი 80%-ით არის ესე ვთქვათ ფინიშერი. მისი 80 ჭუბების 80% თავდება ფინიშით და მისი გამარჯვებით დღეს კი ვნახოთ მის ძლიერ ხელებს, რაც დაუპირისპირებს რუსლან ბოლქვაძე და როგორ შეძლებს მის განეიტრალებას და მისი სტრაიკინგის განეიტრალებას და პირველი რაუნდიც დაიწყო მებრძოლმა ძალიან კარგად ჭიდაობს, ესეც უნდა აღვნიშნოთ და შესაბამისად არ იქნება მარტივი. აი, კარგად ჯებით გახსნა ჭუბი, შემდეგ რუსლანმა 2 დარტყმა ფეხში, ერთი და იგივე ფეხში შეუსვლა და აგრძნობინა კიდევაც ეს იუსუფ ბარაკაც. ცენტრში მიმდინარეობს ეხა ორთაბრძოლა. აი, კაო ჩეხაობაში გადავიდნენ ეხლა. ძალიან მაგარ გაცვლებში გადავიდნენ და როგორც ერთმა ისე მეორე მებრძოლმა აგრძნობინა ერთმანეთს ეს დარტყმა და რუსლან ბოლქვაძემ დაიწყო ჭიდაობა. აბარა, ეს არის ჯოკერი. როგორც თვითონ თქვა ჯოკერი. ნამდვილად ძალიან დიდი ესე რომ ვთქვათ კოზირი უჭირავს ეხლა ჭიდაობის ხარჯით რუსლან ბოლქვაძეს რომ ეს ბრძოლა გადატეხოს და წამოიღოს თავისკენ. მაგრამ თავის მხრივ არ მგონია რომ იუსუფ ბარაკატი მოუმზადებელი ჩამოსულიყო, ჭიდაობაში მოუმზადებელი ჩამოსულიყო, რადგან თვითონვე იცის რომ თუ სტრაიკინგში არ გამოუვა ის რასაც თვითონ გეგმავს, მაშინ რუსლან ბოლქვაძე გააკეთებს იმას რასაც გეგმავს და ჯერჯერობით რუსლან ბოლქვაძის კარნახით მიმდინარეობს ეს ორთაბრძოლა. ბატონო, ეცდება რუსლანის ჩაყვანას ცდილობს ისევ, აი ფეხი კარგად გამოაცალა, მაგრამ აი გალიას იყენებდა იუსუფ ბარაკატი რომ არ წაექცია რუსლანს, მაგრამ საკმაოდ მიუთითა ამისკენ გადაიყვანა ისევ რუსლან ბოლქვაძემ. მაუნტში იმყოფება, დარტყმაც შესთავაზა. ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს დაპირისპირება რუსლან ბოლქვაძე აქტიურობს. რა კარგი დარტყმა იყო, აი ახლა მუშაობს რუსლანი. კი ნამდვილად მუშაობს, მაგრამ ალბათ შენიშვნა მიცავს საჭმა, მაგრამ დარტყმის გამო, კი ბატონო. აი ეხა როგორც ხედავა ხრის სამკუთხედზე აპირებდა გადასვლას, მაგრამ მიუხვდა ამას იუსუფ ბარაკატი და გამოაცალა თავიდან ხელი. კარგი დარტყმები, ძალიან კარგი დარტყმები, რამოდენიმე უპასუხო დარტყმა გაუტარა ეხა რუსლან ბოლქვაძემ გალიასთან ძალიან კარგად ყავს ეხა მიყვანილი რუსლან ბოლქვაძეს და არ აძლევს წამოდგომის საშუალებას ან იუსუფ ბარაკაც ძალიან ზუსტად უჭირავს. სწორი პოზიცია, აი ძალიან სწორი პოზიციაც არის და წეგან მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე რომ ერთი ხელით ფეხი ეჭირა თავი. ძალიან მაგარი მუხლი იყო ეს. კარგი მუხლი იყო კიდევ. ისე ძალიან კარგი მუხლი. დაუბრუნდები იმ მონაკვეთს.
ნეკნებს ესე ვთქვა და სივრცეს ამ მუცლის სივრცეს თავით უკონტროლებდა და ხელით კი ესე ვთქვა ხელებს უკონტროლებდა რომ არ წამომდგარიყო. ეს ძალიან კარგი მომენტი იყო. შემდეგ მუხლის ეპიზოდი ვნახეთ რომელიც ძალიან ძლიერად მოარტყა პარტერში რუსლანმა. გრძელდება რუსლანის დომინაციით ორთაბრძოლა. მაგრამ იმ მონაკვეთს სადაც ესე ვთქვათ ფეხზე იყვნენ მებრძოლები ესე ვთქვათ რუსლანიც კი პასუხობდა დარტყმას მაგრამ რაღაც მომენტში უფრო ძლიერი დარტყმა ბარაკაც ჰქონდა ნახე რა დარტყმები გიო ნამდვილად ძალიან კარგი დარტყმები იყო ალბათ თავი იყო ამ დარტყმების მიზანი, მაგრამ მუცელში მოხდა იუსუფ ბარაკაც ეს დარტყმები, რამაც ასევე შეიძლება ძალიან დიდი ზიანი გამოიწვიოს. ძალიან კარგად ამუშავებს ეხა აი ხორცის საკებ მანქანაში, რო ხორცის ჩადო ზუსტად ესე ამუშავებს ეხა რუსლან ბოლქვაძე თავის მოწინააღმდეგეს სწორად შერჩეული პოზიციით მიყვება ამ ჭუბს. ძალიან კარგია რუსლან ბოლქვაძე აი ამ დროის განმავლობაში და ასეც უნდა გააგრძელოს. კი, ნამდვილად თავის მხრივ უნდა შეეცადოს იუსუფ ბარაკატი რომ წამოდგეს, მაგრამ ძალიან კარგად აუღო ეხა წელი რუსლან ბოლქვაძემ, აქ შეიძლება ფინიშიც მოძებნოს მან. ნახოთ, ჯერჯერობით ხელი გილიოტინა შეიძლება. გილიოტინაზე შეიძლება დაიჭიროს ძალიან მაგარ დარტყმებს უკეთებს ეხა რუსლან ბოლქვაძე. შეიძლება გილიოტინაც მოძებნოს რამოდენიმე დარტყმის შემდეგ, შეიძლება გაფატოს ყურადღება იუსუფ ბარაკატმა და ზუსტად ამას აპირებს რუსლან ბოლქვაძე. თუ ხელი შეუცურა კარგად კისრის ქვემოთ შეიძლებოდა გილიოტინაზე დაჭერა, მაგრამ ამ ყველაფერს ხვდება რა თქმა უნდა იუსუფ ბარაკატი და უჭერს მაჯებს. 10 წამია ამ ბრძოლის პირველი რაუნდის დამთავრებამდე, აღარ მგონია მებრძოლებმა ძალები დახარჯონ. პირველი რაუნდი ჩემი აზრით პირნათლად რუსლან ბოლქვაძის ანგარიშზეა. ნახოთ რა შეცვლიან მებრძოლები თავიანთ ტაქტიკაში მეორე რაუნდში. ჩემი აზრით ბარაკატმა და საფემ და უთხრას მისმა კუთხენ რომ ფეზე დატოვოს ეს ჭუბი რადგან პირველ რაუნდში ნათლად დაინახეს რომ ძალიან პოზიცია აქვს ჭიდაობის ხარჯზე რუსლან ბოლქვაძე. ეს აღნიშნავია რუსლან ჭიდაობაში და ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ ხარჯს. დრო გავიდა, შესვენების დრო გავიდა, ეხა აძლევ ჩენიშმას მსაჯი რადგან დათქმულზე მეტ ხანს შეისვენა ეხლა იუსუფ ბარაკატმა. დაიწყო მეორე რაუნდი სტარტზე მარცხენა ოვერჰენდი და შემდეგ ისევ შესვლა ეს ძალიან კარგი ჰუკი იყო რუსლანის შესრულებით. ისევ რუსლანმა უნდა იჭიდაოს. კი ძალიან ძლიერი ოვერჰენდი იყო ეხა ეს მარჯვენა ხელით იუსუფ ბარაკატის შესრულებით. ხელები არ უნდა ჩამოწიოს რუსლან ბოლქვაძემ, რადგან ძალიან ძლიერი ხელები აქვს იუსუფ ბარაკატი და სტრაიკერიც არის და თან ძალიან ძლიერი ხელები აქვს. ანუ დარტყმის ძალით გამოირჩევა ნამდვილად იუსუფ ბარაკატი და დაიცავს თუ არა ტეიქდაუნს, ნახოთ ისევ ჭიდაობით უტევს ესე რომ ვთქვათ რუსლან ბოლქვაძე იუსუფ ბარაკატს კლინჩი ამ წუთისთვის ბრძოლა გადა. იგზნო ეს დარტყმა ნამდვილად იგზნო ეხლა იუსუფ ბარაკატმა ძალიან კარგი მარცხენა ჰუკი იყო რუსლან ბოლქვაძის შესრულებით და აი ასე გადაიყვანა. იყო საჭირო, მაგრამ არა ძალიან კარგად დაიწოდა. ჩაურა კარგია მეგოდი. ძალიან კარგი. უნდა გააგრძელოს ეხლა რუსლან ბოლქვაძემ. ძალიან დროული, ძალიან ტაიმინგი დაიჭირა და ზუსტად ჩაუსვა აპერკოტი ზუსტად, რამაც ძალიან აგრძნობინა იუსუფ ბარაკატს რუსლან ბოლქვაძის დარტყმის ძალა.
რუსლან ბოლქვაძე ხა ფინტით დარტყმის და შემდეგ მოტყუებით აპირებდა რომ გადასულიყო ფეხებში და გადაიყვანა ის მიწაზე, ხელები დაბლა აქვს ჩამოშვებული, მაგრამ არ უნდა გათამაშდეს ჩემი აზრით რუსლან ბოლქვაძე, რადგან იუსუფ ბარაკატის ხელები ყოველ წუთას საშიშია. ერთმა ძლიერმა დარტყმამ შეიძლება ყველაფერი გადაწონოს, მაგრამ რუსლანი ძალიან კარგია ჯერჯერობით. ჯერჯერობით არ არის გამოფხიზლებული იმ დარტყმის შემდეგ. იუსუფ ბარაკატა ეხლა კიდევ მოხვდა მარცხენა ჰუკი სუფთად. შეიძლება გათიშოც ნახოთ, შეიძლება, კი, ნამდვილად. წინ და წინ წავიდა, რუსლანი შეტევაზე წავიდა. აძლიერებს წნეხს და ძალიან კარგად იცავს თავს ასევე ბარაკატი ტეიქდაუნს. აი ხელი შეკრა ახლა. შეიძლება გადაიყვანოს, ნამდვილად შეიძლება გადაიყვანოს რუსლან ბოლქვაძემ, მაგრამ ძალიან კარგად დაიცვა ეს ტეიქდაუნი ჯერჯერობით. ბარაკატმა ამ წუთისთვის რუსლან ბოლქვაძეს შეიძლება დასვენებისთვისაც გამოიყენოს ეს მომენტი, რადგან ძალიან ესე რომ თქვა დამაჯერებლად იგებს ჯერჯერობით და ძალიან კარგად გადაიყვანა რუსლან ბოლქვაძემ, აი წუნს რომ ვერ იპოვის, ზუსტად ისე მოახერხა იუსუფ ბარაკატის მიწაზე ჩაყვანა და საიდ კონტროლში აგრძელებს ეხლა მისთვის ზიანის მიყენებას და იქნებ სადმე ფინიშიც კი მოძებნოს ძალიან კარგად, მაგრამ არა გამოაწვინა მაინც. მოასწრო. ეგვიპტელმა ხელების შეკვრა. ფულმაუნძე აპირებს ეხლა არა, აპირებდა ფულმაუნძე გადასვლას. კარგად აქვს მაინც ძალიან გაუადვილებდა ესე რომ ვთქვათ რუსლან ბოლქვაძეს საქმეს, მაგრამ სწორ მომენტში ჩამოაგდო ესე რომ ვთქვათ იუსუფ ბარაკატმა კონკრეტული პოზიციიდან. მაგრამ წნეხი გაზრდილი აქვს რუსლან ბოლქვაძეს, ბოლომდე აპრესინგებს და აი აქ რას ვხედავ, შეიძლება მხრის სამკუთხედზე ამას ზუსტადაც. კი, აი სწორად აქვს ეხლა ხელები შეკრული იუსუფ ბარაკატს, რადგან ხელით აწვება რომ რუსლანმა ვერ აიღოს ესე რომ ვთქვათ მისი ხელი და მხრის სამკუთხედზე ვერ ჩაკეტოს. სწორედ იცავს თავს იუსუფ ბარაკატი თავის მხრივ, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს ბარაკატის და აი აქ რუსლან ბოლქვაძე რას აკეთებს? იცი რა რაჭკვიანურად აკეთებს, რომ ფეხებს იჭერს, იმიტომ რომ შეიძლება ქვევიდანაც მოხვდეს. ამიტომ აკონტროლებს ამ სიტუაციასაც და მე როგორც კი ნახულობს დროს მიდის პირდაპირ შეტევაზე. კი, ძალიან ძლიერ დარტყმებს და ეხლა ძალიან კარგ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ მალევე მოახერხა. მალევე კი სიტუაციის განეიტრალება მალევე მოახერხა ბარაკატმა და შეიძლება აქ წამოდგეს კიდევაც თუ იპოვის სწორ მომენტს იუსუფ ბარაკატი. 10 წამი მეორე რაუნდის დასრულებამდე. უკვე ერთობა უკვე იუსუფ ბარაკატით. ნახოთ მესამე რაუნდის სტარტზე ვართ. ნახოთ ფინიშის ძიებაში თუ იქნება რუსლან ბოლქვაძე. ჩემი აზრით რომც აღარ ეძიოს ფინიში რუსლან ბოლქვაძემ, ორი რაუნდი ძალიან დამაჯერებლად წაიღო თავის ანგარიშზე.
რაც შეეხება იუსუფ ბარაკას კი მას ესე რომ თქვა ცალსახად შეიძლება ჭირდებოდეს ამ ბრძოლაში ფინიშით. ნოკაუტი, სხვაგზა საბმიშენი ხო, საბმიშენი. შეიძლება იყოს ყველაფერი ფინიში კი ბატონო. როგორი ბოდიკიკი იყო ეხა რუსლან ბოლქვაძის შესრულებით. არ უნდა გათამამდეს მაინც რუსლან ბოლქვაძე, რადგან ძალიან ძლიერი ხელები აქვს. ისევ და ისევ ვიტყვი ამას იუსუფ ბარაკაც. მაგრამ რა კარგი მარცხენა ჰუკი იყო ეხა რუსლან ბოლქვაძის შესრულებით. აი რა კარგად გამოეცალა, ეხა სულ სხვა მხარეს გაუშვა თავისი მოწინააღმდეგე. ორი გადაწყვეტილება იყო ნამდვილად. იცი რა არის, აი ახლა პირველ ნომრად ბოლო ძალებით უტევს ნამდვილად ეგვიპტელი და ალბათ ყველაფერს ჩადებს, აი ამიტომაც იქნევს ესე რომ თქვა მთელი ძალით ხელებს, რომ ფინიშს ეძებს. თავის რუსლან ბოლქვაძე ყურადღებით უნდა იყოს. დარტყმის შემდეგ ისევ კლინჩი შეეკრა. გააჩერებს ალბათ. სპეციალურად გავიდა თან ახლა ეგვიპტელი რეიჯიდან, იქიდან გამომდინარე რომ ისევ კი კარგი ჯები დაახვედრა რუსლან ბოლქვაძეს ეხა იუსუფ ბარაკატმა. თავისი რუსლან ბოლქვაძის ესე ვთქვა გადაგდებული 1-2-იანი ჰაერში გაიფანტა, მაგრამ აი გამოსვლის შემდეგ რა კარგი დარტყმები რუსლან ბოლქვაძის შესრულებით. ანახა იუსუფ ბარაკატმა თითქოს ფეხში ჩადიოდა, მაგრამ რა კარგი ჰედკიკი მოარტყა, მაგრამ ჩემთან გასაკვირად ძალიან ჩვეულებრივად შეჭამა ეხა ეს დარტყმა იუსუფ ბარაკატმა. რუსლან ბოლქვაძეს არაფერი არ უნდა დაუკარგოთ, თავის ძალიან სუფთად და ტექნიკურად სწორად შეასრულა ეს დარტყმა. ნამდვილად ზუსტად გაატარა, მაგრამ იუსუფ ბარაკატის ესე რომ ვთქვათ, კარგი ყბის დახმარებით ეს დარტყმა აიტანა მან. ჯების შემდეგ ფეხში შესვლა და გადაიყვანა ისევ მიწაზე რუსლან ბოლქვაძემ. მაგრამ თავის ძალიან კარგად უჭირავს ეხა იუსუფ ბარაკაც, არ აძლევს პოზიციის გამყარების და სხვა პოზიციაში გადასვლის საშუალებას რუსლან ბოლქვაძეს. ნახოთ რამდენ ხანს შეძლებს ამ ყველაფრის გამკლავებას იუსუფ ესეთი რაღაც პირველად ნახე პარტერში სპინინგ ბექფიქსტი. რუსლან ბოლქვაძე სასწაულ ბრძოლას და სასწაულ რაღაცებს თავაზობს თავის მოწინააღმდეგეს და არა მარტო მას, ასევე ჩვენს. წელი კარგად ჰქონდა აღებული, მაგრამ იუსუფ ბარაკატმა მოახერხა და შეძლო გამოსვლა. დომინანტურ პოზიციაშია რუსლან ბოლქვაძე. აკონტროლებს ძალიან კარგად, ეხა ცალი ფეხი აიღო ბარაკატმა და ძალიან კარგად და სწორად მოახერხა. ისევ ძალიან კარგი მუხლი. შემდეგ სამი დარტყმა ძალიან ძლიერი მოარტყა, მაგრამ ძალიან ესე რომ ვთქვათ, შეჭამა ეს დარტყმები რუსლან ბოლქვაძემ. შემდეგ სპინინგ ბექფისტი, რომელიც ტანში მოხვდა რუსლანს. ძალიან კარგი, როგორი მაჩვენა ოვერჰედი მოხდა ეხა. ისა სპინინგ ბექფისტი რუსლან ბოლქვაძე უბრალოდ შეუდარებელია სტრაიკინგში. ეს კონკრეტული მომენტი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა. აი ეს კონკრეტული 10 წამი ძალიან სანახაობრივი გამოვიდა, ვაკო. შეიძლება ნებისმიერი დიდი კიდევ ასე რომ ვთქვათ, ამერიკული ორგანიზაცია დაემსახურა. ბრავო რუსლანს. ბრავო რუსლანს. იუსუფ ბარაკაც ალბათ ამ დრომდე ეგონა რომ რუსლან ბოლქვაძეზე კარგი სტრაიკერი იყო, მაგრამ რუსლან ბოლქვაძემ ამ ბრძოლაში ანახა რომ ის არა მარტო ჭიდაობის სკილებს ფლობს ძალიან კარგად, არამედ სტრაიკინგშიც არნახულად გამოიყურება, ესე რომ ვთქვათ. არაფერი არ აკდა რუსლან ბოლქვაძის სტრაიკინგს. როგორიც იყო მაგალითად თავში ფეხი, ესე რომ ვთქვათ, ჰუკები, ოვერჰენდები, ჯებებით მოწინააღმდეგის ესე რომ ვთქვათ, დაპაუზება და მისი შეტევის ჩახშობა რუსლან ბოლქვაძე უბრალოდ იდეალურად გამოიყურება დღეს.
სწორად მიყავს რა თქმა უნდა რუსლან ბოლქვაძეს უკვე აღარც ეძებს ფინიშს და აღარ რისკავს ესე რომ ვთქვათ თავის მოგებას სასწორზე აღარ დებს და რამე შანსს არ უტოვებს ესე რომ ვთქვათ თავის მოწინააღმდეგეს რომ თუნდაც მცირეოდენი ერთწამიანი შანსი მაინც მცეს და მესამე რაუნდი დასრულდა. მშვიდად რუსლან ბოლქვაძე და ესე რომ ვთქვათ მეოთხე რაუნდში მშვიდად და წყნარად აღარ მიცა მესამე რაუნდის ბოლოს ის მოწინააღმდეგეს თუნდაც აი ფინიშით რაღაცის მოძებნა და ფინიშით მოგების საშუალება სწორადაც იქცევა რუსლან ბოლქვაძე რადგან 3 რაუნდი მას უკვე ნამდვილად თავის ანგარიშზე აქვს წამოღებული. თავის თქმით ბარაკაც წინ კიდევ 2 რაუნდი აქვს ნახოთ მაგრამ მას უკვე ნამდვილად ჭირდება 100%-იანად ჭირდება უკვე ფინიში რადგან 3 რაუნდი უკვე რუსლან ბოლქვაძის ანგარიშია და წავედით საჩემპიონო რაუნდებისკენ. კარგი ჯები, რაი როგორც თქვი, ჯებები ძალიან კარგი აქვს რუსლან ბოლქვაძე და ძალიან კარგად იყენებს. შემდეგ ქიკი, კარგი ჯები დაახვედრა ისევ, ერთიანის შემდეგ კარგი ოვერჰენდი გაარტყა, მაგრამ არ უნდა გათამამდეს რუსლან ბოლქვაძე, რადგან სასწორზე ქამარის დევს. არ უნდა მიცეს იუსუფ ბარაკაც რაიმე შანსი რომ ჯები როგორი ძლიერი ჯები და გადაიყვანა ისევ რუსლან ბოლქვაძემ იუსუფ ბარაკატი მიწაზე. სწორი პოზიცია აქვს შერჩეული. თავის მხრივ შეუძლია იუსუფ ბარაკატმა რომ გამოიყენოს გალია და წამოდგეს და სტრაიკინგში დატოვოს ისევ ორთაბრძოლა, მაგრამ რუსლან ბოლქვაძე ამის საშუალებას რა თქმა უნდა არ აძლევს და არ მისცემს მას. ხელი აქვს უბრალოდ აღებული იუსუფ ბარაკატს რომ არ გაიუმჯობესოს რუსლან ბოლქვაძემ პოზიციები და აი როგორც თქვი იუსუფ ბარაკატმა კარგად გამოიყენა გალია და სტრაიკინგში გაგრძელდება ბრძოლა, მაგრამ სტრაიკინგში რუსლანი ტოლს ჟობნის ნამდვილად და კი აი ეს ჯებიც ძალიან კარგად აგრძნობინა, მაგრამ არ უნდა გათამამდეს მაინც რუსლან ბოლქვაძე არ უნდა გათამამდეს ძალიან ძლიერი ხელები აქვს ჯობია რომ შეეკრას ასეთ განმავლობაში მთელი 3 რაუნდის განმავლობაში ამას ვამბობდით რომ იუსუფ ბარაკას ძალიან ძლიერი ხელები აქვს, ძალიან ძლიერად უტყავს და წეღან დარწმუნებული ვარ რომ ეს დარტყმა იგრძნო რუსლან ბოლქვაძემ. არ უნდა გარისკოს მან, რადგან 3 რაუნდს ჩემი აზრით აშკარად უპირატესობით იგებს. მეოთხე რაუნდის სტარტზე კი უკვე ეს მესამე ტეიქდაუნია, რაც საშუალებას გვაძლევს იმის რომ ვთქვათ რომ ამ რაუნდსაც ესე რომ ვთქვათ დამაჯერებლად იგებს რუსლან ბოლქვაძე. აი მუხლით ფეხი გააწევინა და უფრო უკეთესი პოზიცია დაიტოვა რუსლან ბოლქვაძემ თავისთვის, აი თავიც ამოიღო და დარტყმების შესრულებას შეუდგა ეხა რუსლანი. აი ხელი კარგად უჭირავს ეხა იუსუფ ბარაკატს რომ არ მიიღოს მან დარტყმები, მაგრამ თავის მხრივ იუსუფ ბარაკატმა უნდა ჩადოს საერთოდ ყველაფერი ამ ბრძოლის მოტრიალება თუ უნდა, რადგან ესეთი პოზიციიდან და ამ მდგომარეობაში არ მგონია მან რაიმე ფინიში მოძებნოს ან რაიმე ბრძოლის ბედი სხვანაირად გადატეხოს. რუსლან ბოლქვაძე კი ალბათ თავის მხრივ ამ რაუნდის მშვიდად და წყნარად დასრულება შეეცდება. თუ ფინიშს იპოვის დარწმუნებული ვარ რომ ის აუცილებლად დააფინიშებს თავის მოწინააღმდეგეზე, უარს ფინიშზე ალბათ არავინ არ იტყვის კი.
უბრალოდ რა არის, იცი, სადაც აქამდე მივიდა საქმე, არ ღირს აჩქარება და სასწორის კამრის სასწორზე დადება, ამიტომაც რუსლანმა წყნარად შვიდად უნდა მიიყვანოს ეს ბრძოლა ბოლომდე. არ ღირს აღელვება. კი ბატონო, ფინიში ძალიან მაგარია, მაგრამ მეტოქე გამოცდილია, მეტოქეს დიდი რეკორდი აქვს და თავარი არის გამარჯვება და სამი დიდი ორგანიზაციის კამრის პირველი მფლობელი გახდება რუსლან ბოლქვაძე. თავის ორიოდეს სიტყვითაც მიუბრუნდეთ ორთა ბრძოლას, სადაც ისევ იგივე პოზიციაშია რუსლან ბოლქვაძე. ვერანაირ საფრთხეს, ესე ვთქვათ, იუსუფ ბარაკატი მას ვერ უქმნის. საჩემპიონო რაუნდს კი რუსლან ბოლქვაძე ძალიან დამაჯერებლად იგებს. აი ამოაძრო ხელი რუსლან ბოლქვაძემ, შეიძლება ძლიერი დარტყმებიც განახორციელოს, თუ გამოიყვანს მას გალიდან ეს იუსუფისთვის ძალიან ცუდი იქნება, რუსლანისთვის კი გაამარტივებს ვითარებას კი, რადგან რეჯის ცენტრში უფრო ექნება მას მრავალფეროვნება და სხვადასხვა პოზიციების არჩევის საშუალება. გასამზადებს იუსუფ ბარაკატი. აი მუხლში ძალიან კარგად ჩაარტყა ეხა იუსუფ ბარაკატმა რუსლან ბოლქვაძეს. მაგრამ აი როგორც წინა რაუნდის ბოლოსკენ უბრალოდ და ბოლო რაუნდი რჩება, ბოლო რაუნდი. Round 5, the final round. მეხუთე რაუნდის სტარტზე ვართ, მებრძოლებმა პატივისცემა გამოხატეს ერთმანეთის მიმართ. აი კარგი ჯებით დახვდა ეხა ამ კიქს იუსუფ ბარაკატი. როგორი ჯების მერე, როგორი მარჯვენა ჰუკი. კარგია რუსლან ბოლქვაძე ჯერჯერობით. ნამდვილად სტრაიკინგშიც ნამდვილად ძალიან კარგად გამოიყურება და როგორც წეგან აღნიშნე რუსლან ბოლქვაძე ამ ბრძოლაში უბრალოდ უნაკლოა ნამდვილად. თუ ვინმე უნდა გააქტიურდეს ამ ბრძოლაში, ეს არის იუსუფ ბარაკატი, მას აი ესე ძალიან კარგი მარცხენა ჰუკი იყო, ისევ ძალიან კარგი მარცხენა ჰუკი, ისევ ოვერჰენდი მარცხენა ხელი და გადაიყვანა ისევ რუსლან ბოლქვაძემ. აქ უკვე თუ ისე გაგრძელდა კონტროლი რუსლანის შესრულებით, როგორც წინა 4 რაუნდში, შეიძლება ითქვას, რომ მესამე დიდი ორგანიზაციის კამარიც რუსლან ბოლქვაძის წელზე იქნება, ესე რომ ვთქვათ, შემორტმული. შვიდ დაწყნარად თავის საქმეს აკეთებს რუსლან ბოლქვაძე, იცის რომ ძალიან დიდი უპირატესობა აქვს უკვე ამ ბრძოლაში მოპოვებული. შეუძლია ამ რაუნდში, ესე რომ ვთქვათ, უბრალოდ აკონტროლოს იუსუფ ბარაკატი და დაისვენოს თან. მაგრამ რუსლან ბოლქვაძე რისი რუსლან ბოლქვაძეა. არ მოეშვა მაინც თავის მოწინააღმდეგეს, არანაირი დასვენება ან იმაზე ფიქრი რომ განაღდებული აქვს მას, ესე რომ ვთქვათ, მოგება თუ ამ პოზიციაში დარჩება და აი რასაც ვამბობდი, მეხუთე რაუნდის
მეხუთე რაუნდში რუსლან ბოლქვაძე ეძებდა ფინიშს მხრით სამკუთხედით, მაგრამ გამოაძვრინა ისევ თავი იუსუფ ბარაკატმა. ჩემდა გასაკვირად საბმიშენებისგან ძალიან კარგად იცავს თავს იუსუფ ბარაკატი. სწორ პოზიციაში იმყოფება რუსლან ბოლქვაძე და ძალიან კარგად აკონტროლებს თავის მოწინააღმდეგეს, დარტყმებსაც უტარებს. შეიძლება ეს არ იყოს ძლიერი და ზიანის მომასწავლებელი დარტყმები, მაგრამ ის ნამდვილად ქმნის პროდუქტიულობას და სიმპათიებს საჯების სვალში. არა, უბრალოდ არ აძლევს წამოდგომის საშუალებას იუსუფ ბარაკას რუსლან ბოლქვაძე. წყნარად მშვიდად მიყავს ეს ბრძოლა და თავისი მისია, ესე რომ ვთქვათ, ბოლომდე. აი ამ დარტყმებს ახლა კი უბრალოდ ქულების დასაგროვებლად იყენებს ნამდვილად ამ დარტყმებს რუსლან ბოლქვაძე. და გველოდება შემდგომ უკვე კიდევ ერთი ჭხუბი. იუსუფ ბარაკატი თავის მხრივ კი უკვე ვეღარაფერს ვეღარ სთავაზობს რუსლან ბოლქვაძეს. ნამდვილად ვერაფერს ვერ გახდა დღეს იუსუფ ბარაკატი რუსლან ბოლქვაძის ჭიდაობასთან და არა მარტო ჭიდაობასთან, მე მინდა ვთქვა, რომ ვერც სტრაიკინგში უპოვა წუნი რუსლან ბოლქვაძეს იუსუფ ბარაკატმა. ძალიან ძლიერი დარტყმები ეხლა რუსლან ბოლქვაძის შესრულებით. იმყარებს პოზიციებს, საიდ კონტროლში აპირებს გადასვლას რუსლანი. იუსუფ ბარაკატი კი თავის მხრივ რუსლან ბოლქვაძემ ისე დაღალა ჭიდაობით, რომ უკვე ვერაფრის გაკეთების საშუალებას ვეღარ პოულობს და ვერანაირ ხრიჭოს ვეღარ ძებნის, რომ გამარჯვება მოიპოვოს. თავის ძალიან ძლიერი დარტყმებით გადადის რუსლან ბოლქვაძე შეტევაზე. მეხუთი რაუნდის ბოლოსკენ ვართ უკვე და ორმაგად გააქტიურდა რუსლან ბოლქვაძე ძალიან ძლიერი დარტყმებით. ძალიან კარგია რუსლან ბოლქვაძე და აი ასე. რუსლან ბოლქვაძე ესე რო ვთქვათ, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იქნება ეს გამარჯვება, რადგან აშკარა უპირატესობა იყო. Cornerman David Khakhoutashvili. მართლაც წინვალე მოგება. ხუთივე რაუნდში დომინაცია რუსლან ბოლქვაძის და საბოლოოდ გამარჯვება. იდეალური ბრძოლა იყო რუსლან, გიპასუხებთ აქედან. კი, ნამდვილად. რუსლანი გაკვირვებული იყო თავისი მოწინააღმდეგით, თუ რამდენს გაუძღო. აი, ჭუბის დროს მე უყურებდი და ვხვდებოდი, რომ რუსლანი აშკარად ეძებდა რამოდენიმეჯერ ფინიშს, მაგრამ ბარაკატი ამის გაკეთების საშუალებას მას არ აძლევდა. ამ საღამოს კი ნამდვილად უხდება ეს სიმღერა, ესე რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად ჩემპიონების მელოდია და რუსლან ბოლქვაძეს კი ნამდვილად ეკუთვნის ეს სიმღერა. ატივისება გამოხატა რუსლან ბოლქვაძემ თავის მოწინააღმდეგის მიმართ. Ladies and gentlemen, at the end of the championship bout to go to the judges' scorecards. All three judges are in agreement, score exactly the same,
50-45. Your winner by unanimous decision and the new IFC lightweight champion of the world, Ruslan Bolkafadze. And your applause for his opponent, Yusef Parakat. მიულოცოთ ნამდვილად რუსლან ბოლქვაძეს ბათუმი ფაით აკადემიის და მთლიანად ბათუმს ეს გამარჯვება. Joe, I want to say you are really warrior. You are really warrior. You explain, fight with me. Fight with me. It's not easy. You are really warrior. Let's go, guys. For Johnny. Chama kartvelebo. Chama batumelebo. თქვენი თამაყი ვარ. ჩემი დიდი мотивация არის თითოეულ თქვენგანის დაგრული დაში. ჩემი мотивация არის ჩემი ბათუმელები. ჩემი ბათუმის საბრძოლო აკადემია. ჩემი წვრთნელი ხვიჩა ქორიძე. მე აქ რო ვარ, ხვიჩა ქორიძეს სამსახურება და დაიმახსოვრეთ ეს პიროვნება. მინდა მადლობა გადაუხადო ბათუმის საბრძოლო აკადემიას. ლაშა ბარამიძეს. ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ადამიანმა. მინდა IFC-ის ორგანიზაციას და რაც მთავარია პრეზიდენტს გოჩა სიმოიანს გადავიხადეთ იმ მადლობა რომ მომცა შანსი ჩემს ქალაქში წარვადგინოთ ჩემი საუკეთო ვერსია. გონი დამეთანხმებით რომ შემდეგ გაჩერება უნდა იყოს UFC. მეთანხმებით. გენაცვალე ამაყი ვარ თქვენით. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს სპონსორებს თქვენ შეამჩნევდით ჩემს შორზე დატანილ ლოგოტიპებს. ეს ადამიანები აქციან თითოეულ თქვენგანს ბიჭებო დიდი მადლობა თქვენ ხართ ჩემი мотивация. საქართველოს გაუმარ! გაუმარ! გენაცვალეთ. ორ სიტყვას რუსულად ვიტყვი დიდი ბოდიშის მოხთ. ჩვენი ჩეჩენი ძმა გამოსცეს მას ქართული არ ესწრა. ხამათ. хочу сказать тебе давай газ родной, давай. До конца показывай красивый бой. Let's go guys! გენაცვალეთ. რუსლან ბოლქვაძე, რომელიც გახდა პირველი ქართველი, რომელსაც სამი დიდი ქართული ორგანიზაციის კამარი აქვს მოგებული, მე მგონი ინტერის სამშენებლო კომპანიაა ბათუმში ერთ ბინას ნამდვილად იმსახურებს რომელიმე სამშენებლო კომპანიისგან და ვისარგებლებ ვაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის და რადიოს ეთერით და წარმატება რუსლანს და წარმატება ასევე იმ კომპანიას, რომელიც რუსლანის მიმართ გამოიჩენს ყურადღებას და მართლა ძალიან მაგარ და უკვე დიდ სპორტმენს ბათუმის მნიშვნელობის ბათუმის ქალაქისთვის გააფასებს და გადასცემს საჩუქარს ძალიან მაგარი საჩუქარი იქნება. ნამდვილად ეს ჟესტი იქნება როგორც არა მარტო ესე რომ ვთქვათ ფინანსური კუთხით კარგი სპონტანეობა, ეს ხდება უფრო დაფასების გამომხატველი ჟესტი რუსლანის მიმართ.